სამხრეთ კორეის ისტორიაში ერთ-ერთმა მასშტაბურმა ხანძარმა ქვეყნის სამხრეთი რეგიონები დააზარალა. ოფიციალური პირების თქმით დაიღუპა 18 ადამიანი. განადგურდა 200-ზე მეტი ნაგებობა. ათასობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი. სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით დაიწვა უძველესი ბუდისტური ტაძარი. ასევე საცხოვრებელი სახლები, ქარხნები და ავტომობილები. უისონგის რაიონში ცეცხლმა გუნსას ტაძრის 30-ზე მეტი ნაგებობიდან თითქმის ნახევარი გაანადგურა. ტაძარი თავდაპირველად მე-7 საუკუნეში აშენებული. განადგურებულ შენობებს შორის იყო კულტურული მემკვიდრეობის 2 ძეგლი. ერთ-ერთი იყო ნაკადულზე აშენებული პავილიონი. ხოლო მეორე ჩოსონის დინასტიის პერიოდში აგებული მეფეთა აკლდამა და სამთავრობო წყაროების ცნობით მათ შეძლეს ეროვნული მნიშვნელობის კიდევ ერთი ძეგლის მე-8 საუკუნეში შექმნილი ბუდას ქვის ქანდაკების გადარჩენა. ის ამჟამად დაცულ ადგილზეა გადატანილი. 동시다발적으로 발생한 대형 산불이 მასშტაბური ხანძრები, რომლებიც ერთდროულად გაჩაღდა, გავრცელდა ანდონგში, იონგიანგსა და იონგდეოკში. ეს მოვლენა ისტორიაში ყველაზე მძიმე ხანძრების სტატისტიკას ცვლის. ამ დროისთვის ხანძრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 მეხანძრე. დაახლოებით 23,000 ადამიანი იქნა ევაკუირებული. ხანძართან ბრძოლის პროცესში მობილიზებულია სულ 128 ვერტმფრენი. 1144 სამხედრო მოსამსახურე, 3135 მეხანძრე, 1186 სახანძრო ჯგუფი და 4652 საჯარო მოხელე. გარდა ამისა, სამხრეთ კორეაში განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზებიდანაც გააგზავნეს ვერტმფრენები დასახმარებლად. ხანძრის შესაკავებლად გამოიყენება ყველა შესაძლო რესურსი. ამავდროულად ხანძრებით დაზარალებულთა დასახმარებლად არ დავიშურებთ ძალასა და რესურსს, საგანგებო დახმარების, ადმინისტრაციული და ფინანსური მხარდაჭერის სახით. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ხანძარი დაუდევრობითაა გამოწვეული.